საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა იზრდება. ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში 16,000 ახალი მანქანა დარეგისტრირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ თუ 2024 წელს 2 კაცზე 1 მანქანა, ხოლო 10 წლის წინ 3 კაცზე 1 ავტომობილი მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირებულია. ავტომობილების მზარდი რაოდენობის ფონზე მატულობს მოთხოვნა პარკირებაზეც, თუმცა მიუხედავად ამისა, არ ჩნდება შესაბამისი საპარკინგე ახალი სივრცეები. მიწისქვეშა თუ მიწის ზედა ავტოსადგომები, რომელზეც მერია ბიზნესის დაინტერესებას 2018 წლიდან ცდილობდა, ჯამში კი საუბარი იყო 10 მიწისქვეშა საპარკინგი არეალის მოწყობაზე. ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა განიხილებოდა, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია იყო. რამდენიმე წლის წინ ისიც დაანონსდა, რომ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ნაწილი იქნებოდა სწორედ აღნიშნული სივრცის მოწყობა, რომელსაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფდა, რადგან წინა ჯერზე, როდესაც ამ კუთხით მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, სამწუხაროდ ბიზნესის დაინტერესება ვერ შეძლო. თბილისის ვიცემერი დღეს გვიხსნის, რომ ბიზნესის მხრიდან ინტერესის ნაკლებობას წლების განმავლობაში პარკირების პოლიტიკის არარსებობა განაპირობებდა. მისი თქმით, დღეს, როცა ქალაქში ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა მოქმედებს და არასწორ პარკირებაზეც მიდგომა გამკაცრებულია, მერიას მოლოდინი აქვს, რომ კერძო სექტორი თანამშრომლობაზე ინტერესს გამოხატავს. რამოდენიმე წლის წინ სანამ ჩვენ ამ პროცესს დავიწყებდით, საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო ქალაქში პარკირება. ეს პირდაპირ კონკურენტი იყო იმ ბიზნესისთვის, რომელსაც ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა პარკირებისთვის, ხო? ანუ შემოსავლთან არის დაკავშირებით და შე რო ქალაქში ქაოტური პარკირებები გაქვს, ეს რა თქმა უნდა მისთვის არ არის მომგებიანი. გამომდინარე აქედან მას შემდეგ რაც ჩვენ ეს პოლიტიკა გავამკაცრეთ, რაც ჩვენ ეს ასე ვთქვათ ადგილების შევქმნით ფასიანი გახდა და დღეს უკვე პარკირების ბაზარი აბსოლუტურად სხვაგვარად არის ადმინისტრირების კუთხითაც. ჩვენ ნამდვილად უკვე გვაქვს მოლოდინი, რომ ბიზნესისგანაც ასეთი ინტერესები გაჩნდეს. განსხვავებული პოზიცია აქვს სატრანსპორტო მიმართულებით მომუშავე ექსპერტების ნაწილს. მათი თქმით, იქამდე სანამ ავტომფლობელებს ქალაქში შესაძლებლობა ექნებათ პარკირების გადასახადს თავი აარიდონ და ავტომობილები გააჩერონ ისეთ ადგილებში, სადაც ის დაჯერიმებას არ ექვემდებარება, კერძო სექტორისთვის ეს ბიზნესის საინტერესო ვერ იქნება. მათი შეფასებით, კანონის აღსრულების ეფექტიანობა მხოლოდ ჯარიმების გაზრდაში არ გამოიხატება და შესაბამის ნაბიჯებს საჭიროებს. სანამ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ პარკინგის გვერდზე, პარკინგის თავზე, არ ვიცი, ეზოში, რომელიმე შიდა პატარა ქუჩაზე, ტროტუარზე მივაყენოთ, მოვაყენოთ, შევტენოთ მანქანები, მანამ ვერ აიძულებ ავტომფლობელს, რომ ჩავიდეს და ფული გადაიხადოს პარკინგში. სანამ რაღაცა საშვები იქნება, სანამ თვალის მიხუჭვა იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან იმაზე, რომ მანქანა არასწორ ადგილას დგას, იმიტომ რომ იქ, რა ვიცი, გამგეობის თანამშრომლის მანქანებია, იქ, არ ვიცი, ვიღაცის მანქანებია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. სანამ აი ეს ძალიან მკაცრად არ აღიკვეცება, მანამ ასეთ პარკინგს აზრი არ ექნება. კერძო სექტორის მხრიდან საპარკინგი არეალების განვითარების მიმართულებით ინტერესის ნაკლებობას სატრანსპორტო მიმართულებით მომუშავე ექსპერტების ნაწილი პარკინგზე დაწესებული გადასახადის სიმცირეს უკავშირებს. მათი რეკომენდაციაა, რომ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც პარკინგზე მოთხოვნა მაღალია, დაწესებული გადასახადი გაიზარდოს. მუნიციპალიტეტმა კი კერძო სექტორთან ერთად ახალი ტერიტორიების გამოყოფაზე იმუშაოს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან ახლოს იქნება. ზოგადად ბიზნესი ინტერესდება, როგორც უცხოური გამოცდილება გვიჩვენებს, თუ ქუჩაში პარკირება ძვირია, მაშინ ვითარდება ქუჩის გარეთ პარკირება. იქ სადაც უფრო მეტი მოთხოვნა, მაგალითად თავისუფლების მოედანზე, იქ უფრო სხვა სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთ ადგილებში, სადაც არის დიდი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავშეყრის ადგილი, ანუ ჰაბი, იქ მოეწყოს აი ესეთი დაპარკინგი და გადაადგილ სისტემის მაგვარი ინფრასტრუქტურა და ამაში, რა თქმა უნდა, ახალისებაც უნდა მოხდეს, თანამონაწილეობაც უნდა მოხდეს, რაღაცნაირად რომ მოხდეს უფრო კომპაქტური სისტემის შექმნა. პარკირების პოლიტიკის ახალი ეტაპის დაწყების საჭიროებაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტები. მათი ნაწილი თვლის, რომ დროა პროცესებში ტექნოლოგიები ჩავთოთ იმისთვის, რომ მძღოლებმა ზუსტად იცოდნენ თავისუფალი საპარკინგი ადგილების რაოდენობა და მდებარეობა, რომ გზებზე ტყუილად არ იმოძრაონ და საცობი არ შექმნან. აუცილებელია შემდეგ ეტაპზე გადასვლა განვითარების თვალსაზრისით. შეიძლება არ იყოს პარკირების ადგილების მრავალფეროვნება და გაბევრება, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, მაგრამ იყოს გათვალისწინებული ის, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით, ტექნოლოგიების ჭურვილობის გამოყენებით მოხდეს სწორი
ასე რომ ვთქვათ, ინფორმირება მოქალაქეების და როდესაც მივდივარ დღეს მე ვთქვათ დანიშნულების ადგილზე, ზუსტად ვიცოდე სად ვაჩერებ მანქანას, აპლიკაცია ამის ინფორმაციას უნდა მაწვდიდეს. ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად საცობებისგან განტვირთვას, იმ რამდენიმე წრის დარტყმას თავიდან ავიცილებთ. ბოლო სტატისტიკით თბილისში 28516 საპარკინგი ადგილია, საიდანაც თითქმის ნახევარი ზონალური, ნახევარი კი არაზონალური საპარკინგო სივრცეა. 2021 წელთან შედარებით დედაქალაქში საპარკინგი ადგილების რაოდენობა თითქმის 1000 ერთეულით არის შემცირებული. რაც შეეხება ჯარიმებს, 2025 წლის 6 თვეში თბილისში არასწორი პარკირების გამო 7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა, რაც 5 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი რიცხვია. ჯარიმების მოცულობის ზრდის მთავარი მიზეზი პარკირების წესების დარღვევა დაწესებული ჯარიმების ზრდა. როგორც ცნობილია, 2022 წელს ჯარიმა 5ჯერ 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა.